ქართული კინო როგორც კომერციული მოვლენა. და რუბრიკის ავტორი ნიკოლოზ ხომასურიძე გვერდება პირდაპირ ეთერში, რომელიც დღეს ისაუბრებს სხვათა შორის ლეგალურ კომპონენტებზე. ლეგალურ კომპონენტებზე, რომელსაც ქვია სამართლებრივი საავტორო უფლებების მიმართულება. ინტელექტუალური საკუთრების. გავაჟღერო ქათინაური შენთან მიმართებაში ეს მარტო ლოს-ანჯელესის გამოძახილი არ მგონია იყოს, იმიტომ რომ მარტო წვრთნა რას უზამსო თუ ბუნება მარუშველაო. მაოცებ მინდა გითხრა იმ ბიზნესური მიმართულებებით, რასაც შენ რუბრიკაში აგენერირებ და აი სხვადასხვა ბევრმა მითხრა ეს ყველაფერი და მაგიტო ვაჟღერებ ამ ნაწილს, რომ აი როგორ შეიძლება თურმე რომ აი ამ შემთხვევაში ქართული კინო პუბლიკას დავანახოთ როგორც ბიზნესური მოვლენა და როგორც კომერციული მოვლენა, იმიტომ რომ აი წარმოგიდგენთ, შეგყავდა მსახიობები, ყავდნენ რეჟისორები, პროდიუსერები და ასე შემდეგ და ეს ადამიანები, ამ ადამიანებს საზოგადოება იცნობს ძალიან კარგად როგორც ხელოვანებს და ხელოვნება და ბიზნესი და ციფრები ცოტა შორს არის ერთმანეთსგან. ხო, მაგრამ აი ეს ადამიანები რომ ციფრების ენაზე ალაპარაკე ეს უკვე თემაა და ბიზნეს გადაცემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მადლობა შენ ამისთვის. გამარჯობა სანდრო. მეტი პროდიუსერი ილაპარაკებს დარწმუნებული ვარ ჩვენს გადაცემაში ციფრებით და მათემატიკით, იმიტომ რომ მათემატიკაშია გამოსავალი, მეგობრებო. შევიყვარებთ მათემატიკას, გადავრჩებით და გვექნება ორნიშნა ეკონომიკურის და არ შევიყვარებთ და ვიქნებით იქ სადაც ვართ. ისმენ ნიკა. გეთანხმები, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის რომ ქართული კინო განვავითაროთ და ის გახდეს ასევე ფინანსურად საინტერესოც მომგებიანიც და ძალიან მნიშვნელოვანია ეს განვითარება. სხვანაირად არ ვითარდება. ფაქტია რომ არ ვითარდება. ხო, რაღაც ერთ ადგილზე ვდგავართ, შეიძლება ხან უკან მივდივართ, ხან ერთი ნაბიჯით წინ, მაგრამ ფაქტია რომ თუ ინვესტიციების მოზიდვა არ იქნა შესაძლებელი, ეს სფერო არ განვითარდება და არა და ძალიან დიდი პერსპექტივა და პოტენციალი აქვს ქართული კინოს განვითარებას ჩვენი სამშობლოსთვის. და ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ სფეროში და საერთოდ მთლიანობაში არის საავტორო უფლებების დაცვა რა, რომელიც შენ შექმნილ შემოქმედებას დაიცავს და შენ აქედან შეგიძლია გარკვეული სარგებელის მიღება და ან არ მიღება, ეს უკვე პირადად შენი როგორც ავტორის გადასაწყვეტი არის და დღეს სტუმრად მოვიწვიეთ სწორედ ამ თემაზე სასაუბრად, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ეს ფაქტიურად ძალიან პრობლემური საკითხი არის, რაღაც გარკვეულ მცირე დონეზე წარმატებები არის, მაგრამ აუცილებელია რომ მნიშვნელოვნად იქნას ეს დაცული. და ჩვენ მოვიწვიეთ ოლიკო კობახიძე. ჩემთვის ძალიან ძვირფასი მეგობარი, არაჩვეულებრივი პიროვნება, ქართული ცეკვის გამორჩეული შემსრულებელი და ასევე ამავე დროს არის ის იურისტი, სამართლებრივი მიმართულებით და არის GMI Rights Management-ის იურისტი, ასევე ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კომიტეტის წევრი ადვოკატთა ასოციაციაში და საბაუნის დოქტორანტი და დანარჩენს უკვე თავად ოლიკო გააგრძელებს. ვაა, ნუ ეს ისეთი რეგალიები ჩამოთვალე რომ მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა. ხო, ნუ პრინციპში ქართული იურისპრუდენცია კი მომაგონებს ანსამბლს შეიძლება ითქვას და მეც ვიყავი ასე ვთქვათ, როდესაც მე იურისტი ვიყავი, ინტელექტუალური სამართლის კუთხით და მუშაობდი სხვა მიმართულებებითაც და ჩემთვის ძალიან ახლოს არის ეს სფერო და მნიშვნელოვანი რომ შემოქმედი ავტორების უფლებები იქნას დაცული და ეს არის უპირობო და ჩვენ თუ გვინდა რაღაც სერიოზულ, აი მაგალითად ევროკავშირში თუ გვინდა რომ იყო პირველ რიგში საავტორო უფლებები უნდა იქნას დაცული და აი ოლიკო აი ხა მისი პროფესიის მხრივ ჩაშლის აი ამ თელ საკითხს. გისმენთ ყურადღებით, მოკლედ. მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამავდროულად ამ საკითხით ასეთი დაინტერესებისთვის. ხო, ნიკოლოზმა ძალიან სწორად აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების თვის სწორი მესიჯის მიწოდება, ხო, რა არის ავტორო უფლება. ეს არის ადამიანის ინტელექტუალური შემოქმედების ნაყოფი, ხო? ჩვენ გვაქვს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ, რომელიც განმარტავს, რომ საავტორო უფლება ვრცელდება ხელოვნების, მეცნიერების, ლიტერატურის ნაწარმოებზე და თუნდაც კინემატოგრაფიული ნაწარმოები, რაზეც დღეს ჩვენ საუბრობთ, ხო, არის საავტორო უფლებით დაცვის ობიექტი. ვინ არის, ხო? ამ შემთხვევაში ავტორად მოიაზრება, ეს იქნება რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, მუსიკალური ნაწარმოების ავტორი, რომელიც ამ კონკრეტულ კინემატოგრაფიულ ნაწარმოებში არის გამოყენებული და ძალიან მნიშვნელოვანია მათი უფლების დაცვა და აღსრულება, რომ ეს კანონი კარგად მოქმედებდეს დღევანდელ რეალობაში. მაგრამ პრობლემური საკითხია ზუსტად საზოგადოების ცნობადობა, როგორ უყურებს საზოგადოება სწორედ ამ საკითხს. თუნდაც კინემატოგრაფიული ნაწარმოების თვალსაზრისით ჩვენ ხვდებით უამრავ პირატულ საიტებს და ბოლო 5 წელიწადია დაიწყო
ესეთი აქტიური მუშაობა პირველ რიგში, რომ საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს, თუნდაც ჩვენ რომ ვიყენებთ, არ დავასახელებ ახლა კონკრეტულ საიტებს, ალბათ მეც და თქვენც გამოგიყენებიათ და გვინახავს ფილმი, ეს აზარელებს არა მხოლოდ კინოინდუსტრიას, არამედ სრულიად საქართველოს აზარელებს, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვაქვს აღებული ევროპული კურსი, ხო? თუნდაც ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებით. ჩაგერთვებით, რომ მეკობრეობა მთელ მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა და ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის. ევროპაშიც ძალიან დიდი დოზით არის მეკობრეობა და ოფიციალური მეკობრეობა მაინც აქტიურია. ხო, რა თქმა უნდა. ქვეყანა, სადაც 100% არის მეკობრეობა, ეს არის სავალალო შედეგი და ამაზე მუშაობა არის კი ბატონო ჩვენთან მეკობრეობის საიტები ოფიციალურად. მათემატიკა გიყვარდეს თქო და ასეთ სიყვარულიც არ მithქვია. შესაბამისად ის თანხა რაც უნდა აკუმულირდებოდეს წესით ერთი კინემატოგრაფიული, ერთი კინოს დამზადებით და იქედან მიღებული ჰონორარით შეიძლება უკვე 5 ფილმის დამზადება. ხო და ანუ ეს ჯაჭვი აქ რო წყდება, უკვე ზარალდება მთლიანად კინოინდუსტრია და ქვეყანა ზარალდება და ზოგადად ტელემაუწყებლებიც, რომლებიც რეიტინგსაც ვეღარდებენ, იმიტომ რომ შეიქმნა გარკვეული ეტაპები და კომისია რეგულირების შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ შემთხვევაში მარეგულირებელი კომისია. პირველი ეტაპი იყო ზუსტად ტელემაუწყებლებთან კომუნიკაცია, რომ მათ ლიცენზირებით მოეპოვებინათ ეს ზუსტად და თავიანთ ტელეეთერში ლიცენზირებული პროდუქტი გაეშვათ და წარმოიდგინეთ ახლა, როდესაც თქვენ ლიცენზირებულ პროდუქტს უშვებთ და ამ დროს თქვენ მაყურებელს უკვე ნანახი აქვს პირატულ საიტზე, ამ შემთხვევაში რეიტინგიც ვარდება, ხო, ტელემაუწყებლობის. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კომპლექსური საკითხია, რაც საბოლოო ჯამში ურტყამს როგორც ჩვენი კულტურულ განვითარებას, ისევე ეკონომიკურ წინსვლას. და ასევე ნახე როგორი სიტუაცია, მაგალითად არის კერძო კომპანიები, ხო? თუ იგივე საარჩევნო კამპანიაც ძალიან ბევრჯერ გვინახავს, ხო? მათი ანუ ის კომპანია, რომელიც პირიქით ხელს უნდა უწყობდეს ასეთი მიმართულების, ანუ შემოქმედებითი მიმართულების განვითარებას, მათი სარეკლამო გზავნილები, პატარა, ანუ ნაწყვეტი ვიდეოები ან ჭრები ხშირად არის ამ გვერდებზე განთავსებული, რომლებიც ოფიციალურად ჩვეულებრივ მეკობრული გვერდებია და იქ, როდესაც რომელიმე სახელოვანი პრესტიჟული ქართული კომპანია თავის რეკლამას ანთავსებს და ამავე დროს პირიქით მხარს არ უჭერს იგივე შემოქმედების განვითარებას, ხო, ძალიან დარღვეული არის ურთიერთობის პრინციპის, ხო და საერთოდ როგორ შეიძლება სამართლებრივი კუთხით ისაუბრო, როდესაც პირველ რიგში ის კომპანიები, რომლებიც ამას არ უნდა კადრულობდნენ, უბრალოდ პირველები ისინი ანთავსებენ და ძალიან ბედნიერები არიან, რომ ბევრი ადამიანი ნახულობს და არასწორია. შესაბამისად, ქვეყანა ამ მიმართულებით ძალიან არასწორად ვითარდება და მოდი რა ვქნათ იცი ახლა ჩვენ ჩავშალოთ, აი საავტორო უფლება რა არის მომიჯნავე ქონებრივი, რომ მაყურებელსაც შეექმნას სწორი წარმოდგენა და ასევე ძალიან ბევრ ადგილას, ხო, ქორწილი იქნება რესტორანი, ბარი, უამრავი ქართველი შემოქმედის სიმღერა და ტექსტი სრულდება, რომელთაც საერთოდ არც იციან, რომ თურმე მათი სიმღერები სადმე სრულდება და არანაირი შემოსავალი არ აქვს, არადა ის შემსრულებელი გარკვეულ ანაზღაურებას ხომ იღებს იმაში და ელემენტარულად არც ფიქრობს, რომ ის რომ ვიღაცის შემოქმედებას შენ ასრულებ, იმას 50 თეთრი მაინც რომ გაუნაწილო ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი საკითხია ბაზრისთვის. ხო, არა, გეთანხმები, აბსოლუტურად გეთანხმები. კი, ჰონორარების შეკრება ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ახალისება მიეცეს ავტორებსაც და მათი შემოქმედება კიდევ უფრო განვითარდეს, ხო? ნიკოლოზმა სწორად ახსენა, მნიშვნელოვანია გავყოთ საავტორო უფლება არის ქონებრივი და არაქონებრივი უფლება. საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს რა არის დავუშვათ ქონებრივი უფლება, მარტივ მაგალითს მოვიყვანო, რომ დავწერე სიმღერა ტექსტის და მუსიკის ავტორი დაუშვათ ვარ მე, ოლიკო კობახიძე და მივეცი ნიკოლოზ ხომასურიძეს უფლება, რომ ეს სიმღერა გადაამუშაოს, არანჟირება გაუკეთოს. ეს არის ჩემი ქონებრივი უფლება, რომელზედაც ნიკოლოზმა აუცილებლად უნდა აიღოს ჩემიდან ლიცენზია. ცხადია. კი ბატონო, ქონებრივი უფლებები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თანაარსებობენ, დაუშვათ ის, რომ გადამუშავების უფლება, რეპროდუცირება, თარგმნის უფლება და თითოეული მათგანი საჭიროებს ცალ-ცალკე ლიცენზირებას. დაუშვათ ის, რომ დავწერე წიგნი, მაგალითად, როულინგმა ეხლა რაც მომივიდა უცებ თავში, ჰარი პოტერი დაწერა, იმის თარგმნის უფლება რომ მოეპოვებინათ ქართულ გამომცემლებს, ხო?
მისგან აიღეს ლიცენზია. რა თქმა უნდა. ეს არის ქონებრივი უფლება და არაქონებრივი უფლება, ანუ მორალური უფლება ავტორის, რაც გულისხმობს იმას, რომ მე აღიარებული ვიყო ამ კონკრეტული ნაწარმოების ავტორად დაუშვათ, რომ ნიკოლოზმა შექმნა სცენარი, ხო? გააზიარეს სიყვარული და ნიკოლოზი იყოს ამ ყველაფრის ავტორად აღიარებული, ეს უკვე მისი არაქონებრივი უფლებაა და ქონებრივი უფლების ნაწილში თქვენ კარგად აღნიშნეთ მუსიკალური ინდუსტრია, ხო? ეს თავიდან მე თვითონაც ამ მიმართულებით ვარ GMI Rights Management-ში და თავიდან იყო მართლა გაუყვალავი ჯუნგლები, რასაც ქვია და პირველი, რაც აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება და მეორე თვითონ ავტორების ინფორმირება, რა არის მათი უფლება და როგორ უნდა იყოს იგი დაცული და აღსრულებული, ხო? ასევე ახსენეთ საჯარო სივრცეში, რესტორნებში, აი ჰორეკას რასაც უწოდებენ, ხო? იქ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოები, აქ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია კოლექტიური მართვის ორგანიზაციას, რომელიც ზუსტად ამ საჯარო შესრულების ნაწილში კრებს ჰონორარებს და მერე სწორედ აკუმულირდება ამ კოლექტიური მართვის ორგანიზაციებში და მერე ანაწილებს ამ ჰონორარებს შესრულებული მუსიკალური ნაწარმოების რაოდენობის მიხედვით, ხო? და არის კიდევ ინდივიდუალურ საფუძველზე მართვა, როდესაც დაუშვათ კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოების გამოყენება მინდა რეკლამაში, დაუშვათ მივდივარ ამ კონკრეტულ ორგანიზაციასთან, სადაც ავტორს აქვს თავისი ქონებრივი უფლება გადაცემული ისევე ლიცენზიით, გარკვეული ვადით და სწორედ აქედან მოვიპოვებ ლიცენზიის საფუძველზე, რომ მე ის კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოები გამოვიყენო დავუშვათ ჩემს რეკლამაში და განვათავსო სოციალური ქსელი იქნება თუ სატელევიზიო ბადე იქნება, დიახ. ანუ როგორი სიტუაცია გვაქვს? ჩვენ ანუ დღეს საქართველოში არის ასეთი გარემო, რომ კერძო კომპანიები, იგივე თუ გინდა სახელმწიფოც, ბევრად უფრო მხარს უჭერენ მეკობრულ გვერდებზე განთავსებულ ნაწარმს, ანუ ფილმები იქნება თუ მუსიკალური ნაწარმოებები, ვიდრე პირადად შემოქმედებს. ანუ შეიძლება ეს საერთოდ აზრზეც არ არიან თვითონ, მაგრამ ეს ასე არის, სინამდვილე ასეა. ამიტომ ამისი მკაცრი დაცვა არის, აუც შენ თუ გაქვს ამ პრეტენზია, რომ სამართლებრივი სახელმწიფო ხარ, პირველ რიგში საავტორო ადამიანის მიერ მისი ნიჭით შექმნილი შემოქმედება უნდა დაიცვა და უნდა დადგე ამის სადარაჯოზე, სასამართლოც უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვნად დადებითად განწყობილი ამ მიმართულებით, როგორც კი ასეთი დარღვევები იქნება, მკაცრი სასჯელი იყოს, რომ მეორეჯერ აღარ განმეორდეს. მაგალითად დღეს ახლა არის ტელევიზიებიც არის, რომლებიც ისე შეიძლება გაუშვან შენი მხატვრული ფილმი, რომ შენ არზეც არ იყო რა. და მე ვიღაც გირეკავს და ის შენი ფილმი აგადის და რანაირად გადის, ანუ შენ არ მიგიცია. მე ამასთან იმდენად თან არასერიოზული ხო, როგორ შეიძლება რომ ტელევიზია ნებისმიერი მცირე თუ დიდი უშვებდეს ავტორთან შეუთანხმებლად ნებისმიერ მის შემოქმედებას, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია, ანუ კანონი არსებობს, ძალიან კარგად არის კანონი რეგულირებული, უბრალოდ მისი აღსრულება არის დღეს მთავარი, თუ გვინდა რომ სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობაზე პრეტენზია გქონდეს. მოკლე პასაჟი 30 წამი დაახლოებით და ოლიკოს შევაჯამებინოთ ჩვენი საუბარი, ხო? აი ეგ არის რა რეალურად. ჩვენ ყველა სექტორში ვაწყდებით ფაქტიურად იგივე. რა თქმა უნდა. ანუ აი ეგ არის რეალურად პრობლემა ეგ არის. კი, გამოვეხმაურები ნიკოლოზის პათოს, რომ საკანონმდებლო რეგულირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საკანონმდებლო ჩარჩოში მოიქცეს ეს ყველაფერი და თუ კი ჩვენ გვაქვს ევროპული კურსი აღებული, ხო, ასოცირების ხელშეკრულებით მთელი თავი ეთმობა ინტელექტუალურ საკუთრებას. შესაბამისად, ჩვენ ის პუნქტობრივად აუცილებლად გვაქვს შესასრულებელი, თუ გვინდა რომ იმ ოჯახის წევრი გავხდეთ და აქვე დავამატებ, რომ ინტერნეტის განვითარებამ და ტექნოლოგიების განვითარებამ კიდევ უფრო გაართულა ამ ყველაფრის საავტორო უფლების აღსრულება ინტერნეტ სივრცეში. თუმცა, ნამდვილად დადებითი სვლა შეინიშნება კანონმდებლობის კუთხით, იმიტომ რომ იგეგმება რაღაც ცვლილებები, რომ ინტერნეტში ავტორმა ეფექტურად მოახდინოს თავისი საავტორო უფლების დაცვა. YouTube-ს იდეალურად აქვს ეს. იდეალურად და Facebook-იც კი ბატონო. ძალიან საინტერესო სპიკერია ოლიკო, მინდა ვთქვა რა, აი ძალიან საინტერესო სპიკერია და დიდი სიამოვნებით აი ყველა რუბრიკაში ფაქტიურად სადაც ლეგალური სერვისების საავტორო უფლებების მიმართულებები იქნება, დიდი სიამოვნებით. კი, რა თქმა უნდა, რეკომენდაციას უწევდა. მადლობა. მოკლედ, აი ბრავო ნიკოლოზ, ტრადიციულად მაგარი რუბრიკების ორგანიზებისთვის და აი ესეთი ძალიან მაგარი სტუმრებისთვის. ნიკოლოზ ხომასურიძე და რუბრიკა ქართული კინო როგორც კომერციული. გაბედე ოცნება. გაბედე ოცნება.